კაცი ერთი კვირა ჩავეკეთები. არაჩია ხახო. ძალიან გონი ძალიან კაია. მოკლედ დღეს მივაპირებ რომ 24 საათის განმავლობაში ჩავიკეტო ოთახში და ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი არ ვჭამო. ანუ ვიჟიმშილო. სახლში ეგამბავი ფიზიკურად არ გამომივიდო და ამიტომაც გადაწყვიტე რომ დამეჯავშნა სასტუმროს ნომერი. Booking room-ზე დავაბუქინგე, check-in-იანად და check-in out-იანად. თალ 24 საათი არა, მაგრამ 23-22 საათი გამოვა. მართალია სასტუმრო არის აქვე, მაგრამ ჩემით ვერ მივაგნებდა, ვერც მივაგენი, ამიტომ გამოვიძახე ტაქსი და ველოდები ტაქსს. აი ამ ლამაზი ხის ფონზე ვარ ძალიან აღელვებული, მართლა ძალიან ვარ აღელვებული, რომ ვიცი რომ მთელი 20 საათი მარტო უნდა ვიყოთ ან სიბნელეში, ღამე მარტო დარჩენის ძალიან მეშინია და გონია რომ ვერ შევძლებ, მაგრამ რას ქვია ვერ შევძლებ. სუსტად არ ვიცი, რაღაც უცნაური ქუჩა, აჰმედ რაღაც არ მახსოვს სახელი. კი. სოფელი გიორგი წმინდაო. იმდენი ვიარეთ მე ტაქსის წողმა რომ უკვე მეგონა რომ ეს სასტუმრო საერთოდ აღარც კი არსებობდა და რაღაც აღარ მქონდა უკვე მოდი რომ ნორმალური იქნება თქო და რუში მოვიდი აი ისეთი რამაზია ქორობა ისეთი რამაზია რომ ვერ აღიწერთ საფირფარაშო არის აი ასეთი საკმაოდ მოწესრიგებული და სუფთა ტელევიზორიც ყოფილა თურმე და მე ეხლა შევამჩნია ცოტათი მიჭირს იმ ფაქტის გააზრება რომ დღეს მარტო უნდა დავრჩი იმიტომ რომ მარტო არასდროს არ დავჩენი ვარ ღამე აი ისე მეშინია ღამის თვითონ ანუ ღამე რომ მოდის ეგრევე ფოთები და პანიკები მეწყება თუნდაც როცა სახლში მარტო არ ვარ აი ძალიან მეშინია 25 წლის ვარ და ანუ რაღაცა ნერვები მეშლება ხოლმე რა თუ როგორ რანერად უნდა იყოს რა 25 წლის გოგო ამდენი ხანი მარტო ვერ ისწავლე ვერთა დარჩენა რანერის ქართულად ლაბორატორია ნერვები მეშლება ხოლმე რა პრეტენზია მაქვს იმაზე რომ ინდიპენდენტ უმინდა რაღაც და ამბროს სიბნელის მეშინა და ღამე ვერ ჩევი სახლში მარტო ხო და ამიტომაც გადავწყვიტე რომ ჩემი თავი დამეჩელენჯებინა და ამიტომაც გადავწყვიტე რომ ჩემი თავი დამეჩელენჯებინა და ერთი ღამე სრულად მარტო ისე რომ ოჯახის წევრებს არ მქონდა ცდომა რომ იმედი და მიხვირი და რაღაცა და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ეგრევე და ავიღე სასტუმროში ნომერი 50 არის ესეთ სასტუმროსთვის ძალიან იაფია თან საქართველოში ხოლო ევროპა რო იყოს კიდე ხო კი ანუ თვითონ შეგევრობა ოფიციალურად ევროპა ჩვენთან ეგ ზოგადად დიდი ფუფუნებაა რა ბევრჯერ გადამიხდეთ არც თუ ისე მოწესრიგებულ სასტუმროში რაც შეეხება კვებას 24 საათი ვაპირებ შიმშილს და ნორმალურ რაღაცა ჩემს იმიტომ რომ უკვე 2 წელი ვაპრაქტიკებ შიმშილს 24 საათი ჩემს არის რაღაცა I drop in the sea მაგრამ ჩელენჯი რო ხუნდა ეგ გავაბუქო რო ცოტა აი მშია და რაღაც ნუ მე ჩავამატებ მაგებს რომ ვითომ მომშივდება უჯეროდის ხალხო ესეთ ოთახში ჩაკეტილი 24 საათი ქერა სულ გამიხსნით გარს ძალიან მაინტერესებს უკვე რომ მობნელდება აი ცოტა რომ შემოჰკრავს თვარე სიბნელე ძალიან მაინტერესებს მე როგორ განწყობაზე ვიქნები და ძალიან მაინტერესებს როგორ დაუძლებ ეს ხედი ჯობია თუ ეს ხედი შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რა უნდა მაგარი 20 საათი არაფერი არ ჭამოს მაგრამ არის ეგრე ვარემ ჩელენჯი ჩავსვი რა ჩემი ფობიის დაძლებასთან ერთად გონია რომ შეერზო ფუკრად გამკლავდები ამას ერთი კვირა და 10 დღე და მეტი არასდროს არ მიშიმშილია შემეძლო მაგრამ არ ვიშიმშილეს შეგნებულად იმის გამო რომ აი უბრალოდ ძალიან მეყვარს საჭმელი ისეთ როგორ მეყვარს საჭმელი გიყიდი გავყიდი ვიყიდი გავყიდი ანუ სამშობლოს გავყიდი ნუ იდეაში მთელი ერი ეგრე ვარ უბრალოდ მე ვაღიარე ანუ საჭმით ვერთობი რა ჩემი გართობა არის ეგ ზოგადად რომ ვჭამ ანუ მაგრა ვერთობი თუ არ ვჭამ ესე იგი ვერ ვერთობი და ის როგორ და 3 დღე შიმშილობ ხოლმე ჩემთვის ბევრს ნიშნავს უკვე თუმცა არ მშივდება ხოლმე 12 საათს რო გადასდება ეს რაღაცა შიმშილის მდგომარეობა და ორგანიზმი გადადის კეტოსში და ავტოფაგი ძლიერდება და ირთვება და ძლიერდება ეს ავტოფაგი მე უკვე აღარც გშია რა იმიტომ რომ ორგანიზმი უკვე ცხიმებს იყენებს უკვე საწვავად და ძალიან ისეთ ენერგიას ხსნობ რა მაგრამ ის ადამიანები რომლებიც 2-3 საათში ერთხელ ჭამენ იმათ სულ საჭმლის მარაგი სჭირდებათ ხანდახან ენერგია არ აქვს მართმა ორგანიზმმა არის როგორ გამოიყენოს სწორად საწვავი ენერგიისთვის სწორი საწვავი უფრო სწორად ახლა მე უკვე გადასული ვარ კეტოს გადავწდი რა გუშინ მოდის ვჭამე ბოლოს არა უნდა გამოითვალო უწამო ხო 19 საათია უკვე არაფერი მიჭამია ასე რომ უკვე მაგარი ვაშთი ვარ რა უკვე მაგარ კეტოსში ვარ ძალიან და რაღაცა ენერგია მაწყობა
მინდა ვიღაცა ცემა, მაგრამ ვინ უნდა ცემა? პატარობაში ძალიან მიყვარდა ხოლმე ბიჭების ცემა. ბიჭების ცემა მიყვარდა ხოლმე და ეხლა კიდევ გიჟდები ქალებზე და იმ ფილმებზე, სადაც ქალები კაცებს ცემენ, მაგრამ მიყვარს. არ შეიძლება ვცდია, მაგრამ მომწონს. ძალიან ელასტიური ვარ. ხოდა მოვიწყინე და მოდი დავიბან. ძილი მომერია ძალიან. მე შემიძლია შუა დღესაც დავიძირო, მე ღამეც დავიძინო და გადავაბა. ანუ სულ შემიძლია დავიძინო. ისე 24 საათიანი ძილის ჩელენჯიც ხوار გავაკეთო. ზუსტად ვიცი რა მოვივა. ესე იგი მყარებია ძილი, წყალი და ჭამა. არა, ჯერ ჭამა, მერე წყალი და მერე ძილი. მე გუარსაბის დარაჯანის შვილი ვარ მე მგონი. არა, აშკარად ვარ. მია თათქარიძე, მაკო თათქარიძე. მიას უფრო უხდება. მია თათქარიძე ზმნას გავს, აი თქოს მოუწოდებო ვიღაცას. მია თათქარიძე. ძალიან მეძინა ვარსლა. ემოციების ფონზე თუ რატომ მეძინება? გუშინ არ მეძინა კარგად ალბათ, მაგრამ არც გუშინ წინ არ მეძინა, ორი დღე ძალიან ცუცის მევხედავ. გუშინ წინ ნახევი თომდე ჩემი ორსულად იყო. ეგ ჩემს კოშმარია, იმიტომ რომ ჩემს მე რო იყო ორსულად გაჩნდა ჩემი ძმა და აღარ მინდა მეტი. კი კარგად მოსაღავო და მე გავივიძირე, მე კიდე გავიღვიძე და უყურე The Gone Girls. ცოტა ძალიან კარგი ფილმი, ჩემს ცუდი ხვარი ყავს გოგოს რა ხო? ემის, გონი ემი ქვია დამავიცა. მე ეს მოუწყობ ესე რომ ვითომ ქმარმა მოკლე ცოლი არ და გაიპარება. ხო და ისე გაკეთეს რომ ქმარ შეწენოს მაგისი ვითომ გრელობა. მაგრამ გაუჩარი ჩამომეწონა. ახლა მოვდივარ თურმე დღე გადიდა. როის ნახევარია და კიდე დღეა ჯერ. შუქი მოვაყო. ნელა, კი რა აკლია, თქო შუქი აკლია ავანთებ. საერთოდ არ ვიცი. აი აქიდან. ვაი ვიცაყვეთელი. რამე ვატიანი. ძალიან ყვითელია. არც ძალიან ყვითელი ნაცება არის თვალისთვის კარგი, არც ძალიან ცივი, ორივე აღიზიანებს. დაბალანსებული უნდა იყოს. არც ძალიან ცივი, არც ძალიან თხელი. ახლა ფიქრობ რომ წას ვივარჯიშებ. ჩემთვის, ჩემში რა უკნა აქვს კომიტა მევშლი. მე ვიყავი თინეიჯერი, ეს სიმღერა იყო ძალიან ისე ბუბასი თუ ავტორი აღარ მახსოვს. ძალიან ტრენდი იყო ჩვენთან უბანში თვითონ თბილისის მასშტაბით რა ხდებოდა არ ვიცი. ვარ კეთილში, მაგრამ ის იყო რა ქვია. მაგრამ რა 17 დღე არის რაც ვარჯიში დავიწყე ჩემით. პირდაპირ დარბას ვერ შევასკდი, იმიტომ რომ იმდენად დონდლო ვარ და იმდენად ოდნავ ჩაბუხრვაზეც კი იმდენად ვიღლე ბოდი თავიდან როცა დავიწყე რომ არ მინდოდა დარბაზში ეგრე მისულიყავი. ცოტა რომ მოუჯანიანდები და რაღაცა დარბაზშიც მივალ, თუმცა ტრენერს ვეძებ, კარგი ტრენერი მჭირდება ისეთი რომ ხერხემალი არ დამიზიანდეს, იმიტომ რომ შესაძლებელი მაქვს და არ გამიმორას ეს არ გამიმწვავდეს პრობლემა. თელი დრო თავში ვერ გამოგეტები რაღაცთან უკვე არაფერი აღარ მინდა, მაგრამ ჩავთავახნა მუსიკას და ვივარჯიშებ. ძალიან მოვიწყინე. ჩემი კატები მინადრება. ჩემი ხუთი კატა. ვაიმე როგორი საყვარლები და მშუქნები არიან, ვაიმე. მართლა მომენატრე მე მგონი. რო გიცხადიათ გიждები ყველაზე თქო, არა, უბრალოდ მეწოდები. თავიდან ხომ პატრონები ვიპოვე, ხო და დღემდე მგონი რომ პატრონები არიან. მე რო გუგლი და რაღაცა ამაგი რომ აქვს მათზე, დიდად მაგას ვერ აღვიქვამ ხოლმე. ჩემი ადამიანური ბალი მგონია ზოგადად. ეგ და ზოგადად ყველა ადამიანის ბალია რომ იზრუნოს ცხოველებზე, მით უმეტეს მიუსაფარ ცხოველებზე. ჩვენი პასუხისმგებლობა მოქალაქეობრივიც და ადამიანურიც. ეხლა რა გავაკეთო? მე ძალიან უკვე ძალიან მიყვარს ესე თმა რა, ძალიან ძალიან კომფორტულია. უბრალოდ ეს ყიფლიბანდი მეჭმება ძალიან, მაგრამ მტკივა ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი თმა ძალიან ვაი. იმიტომ რომ ჩემი თმა არის ძალიან სქელი და სქელთან ერთად ამავდროულად არის გრძელი. შესაბამისად ერთი იქნება ალბათ ესე 800 გრამი, არა კაი ხო. 500 მაინც. თვალ 1 კილო შეიძლება არ იყოს, მაგრამ გრძნობრო ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით სველი. რა ვბანავ ხოლმე, ანუ თავი მივარდება, კისერი მწყდება. ნელა მოდის ღამე, კერა თითქმის უკვე მოვიდა. ერთ გავიხედავ ფანჯრები მქონდა გადაწეული, იმიტომ რომ ფილმს რო ვუყურებდი. არანაირი სინათლე არ მინდოდა რომ შემოსულიყო და გადავწიოთ ერთად. მიჩადე.
ой, სულ დაღამებულა. ой, ღამეც რა ლამაზი ხედია. Now everybody shake. რაღაცა თითქოს მეგონა რომ უფრო მეტად შემეშინდებოდა. ვიღაცა არ მეშინია. რაღაც მეგონა დიდად არ მეშინია. იმდენად განათებული არ ემარე და თუნდაც თახიც რომ ნათელია. აქ არ არის ეს სივრცე, რასაც მე ვერ დავინახავ და ჩემი თვალსაჩინო არის დაეფქარება და დაემალება. ძალიან მაინტერესებს ძილი თუ მომეკარება ზოგადად. აუ, ძალიან კაია, მგონი ძალიან კაია. ფუნის უვიზავასე. ძალიან დიდი ხანია მაქვს ეს შეგრძნება რომ მეთქე ინეტა როგორია საერთოდ სრულიად მარტო რისიც გეშინა ზოგადად ძალიან გაინტერესებს რა ადამიანის ბუნება და ფსიქიკა მაგისკენ არის მიდრეკილი რომ რაღაცნაირად აი აბა ნეტა როგორია ნუ ვის რისი ეშინია იმის და მიხედვით ინდივიდუალურად რა თქმა უნდა და მე სულ მქონდა ხოლმე მაგის განცდა მეთქე მე ნეტა როგორია იმ მარტო დარჩენ თან ნერვები მეშლებოდა ხოლმე რომ მეთქე რატო არ შემიძლია ინდიაში რა არის მაგაში ხო არაფერი არ არის ისეთი განსაკუთრებული მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული იყო ყოველთვის და არის სახლაც გუშინ ფიქრობდი რომ მეთქი იქნებ გავაუქმო ჯავშანი იქნებ გავაუქმო ჯავშანი თქო და რა ძალიან მებრძოდი ჩემ თავს ცაში რო ვიყავი დილით აქეთ რომ მოვდიოდი სასტუმროსკენ მაშინაც კი მქონდა ეგ ფიქრები რომ მეთქი იქნება არ მინდა რა მაგრამ მეთქი it's time თქო რა ანუ ისე გადავდიეკნა ბიჭი იდეაში ბოლომდე ისე მივიყვანე რომ საერთოდ არ მივიდოდა ნავადაც კი უბრალოდ ვიცოდი რომ თქვი უნდა გამეკეთებინა და ნუ მე არ ვინანებია პირიქით ძალიან ამაყი ვიქნებოდა საკუთარი თავით ხო და ეხლა ვამაყობ ჩემი თავით ძალიან მაგარი ხარ მაგაკოჩი ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ღამე რადგან დამეძინება ან საერთოდ დამეძინება თუ არა ჯერჯერობით სადამდეს მოვედი მე ძალიან მოყოფილი ვარ ახლა წავალ და ვიბანოვდა სკინკეარ რუტინას ჩავიტარებ გავაცხოვ ჯერ კაიყო წყალი აი ძალიან კარგი პირს როგორც კი ვიბან ხოლმე ეს რაც აქტიური აკრა დამემართა მის მერე არაფრით აღარ ვიმშრალებ ადრე ერთჯერადი ხელსაყრელს ვიმშრალებდი ხოლმე მაგრამ მაგას აღარ ვაკეთებ ასე ვიშრობ სანამ არ გაშრება ხდაბანის პროცესი აღარ განახეთრაში გაინტერესებდა განებიურებული ვიყავი ხოლმე ძალიან ისეთი კარგი სახის კანის და 2 თვის წინ დავიმართა ვირუსი არ ვიცი რა ვირუსი იყო მისთანა 10 დღე ვიწექი და ვერ ვდგებოდი საწოლიდან და ამათ დღის განმავლობაში შესაბამისად პირით არ დავიბან ნორმალურად ისე როგორც რუტინას რო ვიტარებდი ხოლმე რა გამიკეთებია და ცხიმოვანი ჯირკვლების ეკლესიის ძალიან მაღალი მაქვს და დაუბანელობა რაღაცა ვირუსმა და ბაქტერიებმა კანის ამცავი ბარიერი დააზიანა მე ამოვიდა რა ეს მეთქი რა არის ტკივარია და ამოვიდა აქტიური ინგრედიენტებს სხვა რომ მჟავებს შედეგს ხედავ თუმცა აკნესტი მარტივი მოსარჩენი არ არის 3 თვე მაინც ჭირდა ნუ რამდენიმე კვირაში პატარა შედეგს დაინახავ ზოგი ამობს რომ ლოკალურად ნაწაისო ზოგი ამობს რომ თლიან სახეზეო რა მაგარი ბნელად არ მეშინია ვაიმე რა უმატური ვარ ხალხო ახლა გამახსენდა უცბად შემთხვევით რომ ისევედი 6000 გამომწერეთ რომ თქვენ ერთი მადლობაც კი არ მithქვამს იმიტომ რომ როგორც კი ვიწყებდი ხოლმე ვიდეოს მონტაჟს ან ვამთავრებდი მაშინ მახსენდებოდა რომ მეტი არ მithქვამს მადლობა არა ნუ ახლა ამ ვიდეოს რო ცდილობ უკვე 6000 პერიოდ მეტი გამომწერე იქნება ხო და წინასწარ გეუბნებით 6000-ზე მეტიო გამომწერს ძალიან დიდი მადლობა. როგორც კი დამკვალდა გახდა რამდენიმე ჯერ 1000 იმერი 2000 მე 3000 ყველაზე მინდა თქვა, მაგრამ ამიწყდა პონტა. არ და უმოდური კი არ ვარ, თვითონ მიხსრება მაქვს. თუმცა უმრავლესობა მაინც ისე უყურებს, არა 70% უყურებს, ისე რომ გამოწერილი არ აქვს. და სავარდოდ იმიტომ რომ TV-ს მიჩვენებს ხოლმე რა მოწყობილობაში, რომ ყველაზე მეტად უყურებენ TV-დან, ტელევიზორიდან არ უნდა. ალბათ იქ რთულია გამოწერა თუ არ ვიცი. აბა რთულია თუ მაინტერესებს ტელევიზორი თუ უყურებ ეხა შენ ჩემ ვიდეოს დააჭირება გამოწერა და მე დამიწერო ტელევიზორით გამოგიწერე თქო. თუ ხდება ეგრე მაინტერესებს. ვიცი რა ხდება, უბრალოდ როგორ ხდება არ ვიცი. მე მოვთითებ სკინკეარს. მთლიანად მაგუწოთ კი გავიშრა წელა, მაგრამ აი რას ნიშნავს იდეა? არ ვიცი იდეაში მაქვს თუ დეგენერატი ხარ. წეღარაზე ვლაპარაკობ, ხა სხვა რომელზე დავიწყე ლაპარაკი. საერთოდ ორივე დამავიწყდა. მოვერია უეძილი. ეძინება. ცოტა წამომი არა წეგან მოშფოთვითმა რაღაცებმა რომ აი მისაშუალ წავიდე მარტო ვაფრი დავიძინებ ხამე მაინც მინდა თუ არ მინდა მაინც ცუდთან ასოცირდება ჩემთვის ხო და უყურებ იმედია ჩამეძინება ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩამეძინება ხვდები რომ იმ ფობიას ძლევ სულაც რო ახლა გავიქცე ნომრიდან მაინც ჩავთ რომ დაძლეულია იმიტომ რომ გავბედე მთავარია გაბედო მოკლედ კბილი წილი ყველას და ხვალამდე
მშვიდობით გათენდა და თუ მჯეროდეს რომ მშვიდობით გათენდა. დავივანე, ძის განდამცავი წავისვი და ახლა ცოტათი დავიკორექტიებ სახის, განსაკუთრებით ცხვირს. საბოლოოდ შეამჩნევდით, რომ ჩემი ცხვირი მიდის მარჯვნივ. არ ვიცი ეს გენეტიკური არის თუ დავეცით სამივე დედმამიშვილს. ანგარებული გვაქვს ცხვირები მარჯვნივ. გონი ყველას მარჯვნივ მივდის, არ ვიცი. ხო, მე მარჯვნივ მივდის. ხო, წოთი ვაკორექტირებ ხოლმე ჭრტილებს უქმნი რა. ანუ ძალიან აქეთ კი არ არის თქო, ცოტათი აქეთაც არის თქო. კამერაში როგორ ეკეთებ ხოლმე მაგერს ვერ ხვდები, ძალიან ცუდად ჩანს, კი არ ჩანს. კი მეუბნებია ხოლმე, ნუ აკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ სულ არ გეტყობაო და ეს სხვები ვერ ამჩნევენო და მე ამჩნევენ კი არ პირში ვერ მეყენებოდა და მე მაყვა ის თვი გაგაურულია, სუნთქოს დაკავშირებით პრობლემები მაქვს და ისეც ვაპირებ რომ გავიკეთო ოპერაცია და ალბათ მე პლასტიკასაც გავიკეთებ. ნახოთ. ერთ პერიოდში ვაპირებდი წინა წელს, მაგრამ ძალიან შემეშინდა მეთქი იყოს ვის უთქეფესე როგორც არის თქო. თავმცდელობ რომ არ ცნობი არ ჩავისხებ რომ ვერ ვიტან მაგა ანუ რამეზე რომ ამბიმე დამოკიდებული არ შემიძლია და ხმი რო ვიყო რამე და აუ მოწევაც მაგიტო არის შემთხვევით ძალიან მავნეჩვება რომ ანუ რაღაცის გარშე ბერძლებს ადამიანი რას ქვია და რაღაცა იმაზე არის დამოკიდებულია. დამოკიდებულებას ვერ ვიტან. ხო და არ მინდა რომ ეგრევე გოსნობს დამოკიდებული. ვიმე ჩემი ახალ ქალი რა დამოკიდებული. შენზე არ ვფიქრე მართლა გახდა. შენ არა უშავს. ახლა ჩავიცვამ თქვენთან ერთად. ამ წვიმიან ამიჩი ჩავიცვამ თბილი და მზიანი ამინდის რაღაცებს. იმიტომ რომ სხვა არ მაქვს დამოღებული. გონი მოუხდა თითქოს დიდად არა, მაგრამ აი ამაზე მიდის. გონი ლამაზია. არა კი, ლამაზია. ტინტს წავიცვამ. დიდად შემაყვარა ტინტები. გადარეულია ტინტებზე. არ აქვს მნიშვნელობა ტინტი იტყრიზება, იფხრიწება, იშლება, რჩება. როგორი ტექსტურის არ უნდა იყოს, ყველაფერზე გიждდება. მე მხოლოდ სამხოლმე რკალზე, ტუჩის რკალზე. ძალიან დიდი თეთრი ხაზი მაქვს ტუჩის გარშემო და ტუჩს მიკარგავს არა და ტუჩია. რო გავაფერადებ ხოლმე მე გაცილებით დიდი მოცულობის ტუჩი მიჩარს. გავიკეთოთ ჯართი. ძალიან მიყვარს ზოგადად ბეჭდები მიყვარს მუდმივად სატარებლად. ეს ბებია ჩემი საჩუქარი უკვე 7 წელია მიგეთია. ეს ჩემი კოპის ის სიყვარულის ეს ძალიან კარგი ადამიანის და ეს ჩემთვის უკვე მე თვითონ არ ვიცი და უბრალოდ მიგეთი ერთი რამდენიმე კვირა. მე სულ დამავიწყდა ის რომ ჩელენჯს ვიღებდი. მართლა რაღაცა პერიოდის არ თამოვარდი რა მაგ იდეიდან. იმიტომ რომ იმდენად კომფორტული იყო ჩემთვის 24 საათი გამოკეტვა ერთ ოთახში გარეთ არ გასვლა. იმდენად კომფორტული იყო ისიც რომ ამდენი ხანი არ მიჭამია და კიდე რა იყო. ანუ ხამე რომ დავიძინე მართლა აღარ მახსოვდა. მისე მარტივად დავძლიერო და მართლა აღარ მახსოვდა. რაღაცა ჩვეულ რიტმში გადავიდა და გავიზარო ჩელენჯის სახე ქონდა ამ ყველაფერს. გუშინ ღამე ვგრძნობდი თავს გამარჯვებულად რა უკვე რო გავაკეთე ყველაფერი. კივში შევდი შეიძლება ვერ დავიძინო თქო, მაგრამ იმდენად ძილშივე მივეჩვე ამ ყველაფერს რომ მეთქი მაგა არ გეშინია. ღამე რამდენჯერმე გამოვიდა და ვიფიქრე, ვაი მაგო მარტო ხარ ხარ რომ მოკვდე. და რაღაცა ეგეთი სულ აზრებით ამოვიდა რა, მაგრამ გაჩერდი ერთი თქო. გაჩერდა. კარგია ზოგადად საკუთარ თავთან განმარტოვება რა. ეს კარი გამოსtildeო ვიღაცა. ძალიან მაგრად დავაჩინე ჩემი თავი. ისე მომწონს თქვენთან ლაპარაკი, აღარ მინდა ვიდეოს დასრულება. მაგრამ უკვე ვიდეოს უნდა გასვლა პირველის ნახევარს. მოკლედ ასე მიწურა ეს ვიდეო. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, თუ მაინც გაგაღიმა ამ ყველაფერმა, თუ ამ ვიდეო მოდამ მაინც გააგვიძა შენში რაღაც უკეთესისკენ, რაღაც ახალისკენ, რაღაცა გამოწვევებისკენ, ცხოვრებისეული გამოწვევებისკენ, შენი რაღაცა ჟინიან ტოლა, რომ გააკეთო და გადადგა ეს ნაბიჯი, მაშინ აუცილებლად გამოიწერე არხი. ნუ თუ არ გააკეთა ყველაფერი, ისიც გამოიწერე, თუ უბრალოდ მოგეწონა მაინც ვიდეო და მელაიქე და კომენტარის დამიტოვე. რომელიმე მონაკვეთზე ვიდეოსი, რომელიმე მონაკვეთზე. მოკლედ, შემდეგ ვიდეომდე.